წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის მარეგულირებელი კომისიის სხდომა შედგა, სადაც საქართველოს მასშტაბით ელექტრომომარაგების ავარიულად გათიშვასთან დაკავშირებით განხილვა განიმართა. სემეკის სამუშაო ჯგუფმა საქართველოში 24 ივლისს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა. დასკვნის მიხედვით დაახლოებით 00 საათსა და 10 წუთზე მოხდა საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რადროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა. აღნიშნულმა მაჩვენებლებმა მიაღწიეს იმ მნიშვნელობებს, რომელთა მნიშვნელობების შედეგადაც ენერგოსისტემაში დაიწყო კასკადური გამორთვები, როგორც ელექტროსადგურების, ისე მომხმარებლების. შედეგად კი მოხდა ენერგოსისტემების სრული ჩაქრობა. აღნიშნული ფაქტის განმაპირობებელ ერთ-ერთ გარემოებად დღის მდგომარეობით და SSR-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გახდა მიზეზი ქვესახური ქუთაისი 220-დან გამომავალი 100 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი გეგმით, რომელიც წარმოადგენს საერთო საზოგადოება ენერგოპროდუქციას საკუთრებას. მიგვაჩნია ჯგუფს, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა არ უნდა დალოდებოდა ელექტროგადამცემ ხაზებზე სრულფასოვნად სწრაფმოქმედი დაცვების მოწყობას და უნდა განეხორციელებინა არსებული რელევური დაცვის და ავტომატიკის გადაანგარიშება. რათა მინიმუმამდე დაიყვანა თუნდაც აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნების შესრულებას. მოცემული საკითხი საჭიროებს ორი მიმართულებით კვლევას. პირველი გახდათ კავშირის გაწყვეტა აზერბაიჯანთან და მეორე საკითხი საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის უნარობის ნაწილში. ჯერ დასრულებული არ არის აქ განხილვები, სანამ დასკვნის გამოვიტანთ, ჯობია რომ წინარე შეფასებებისაგან თავი შევიკავოთ. აქ მრავალი ფაქტორი, აქ არის ენგურხესის მარეგულირებელი მოწყობილობების ხარვეზების ფაქტორი, აქ არის ქსელში სარელევო დაცვის გამონაწილებელი, ქსელში სარელევო დაცვის ძველი მოდიფიკაცია, გადასაიარაღებელი პროცესის საკითხი, სადაც საჭიროა ინვესტიციების ჩადება. ეს არ მოხდება, ასე ვთქვათ, ერთიანად, უცბად, ეს საჭიროებს გარკვეულ კუთხით კოორდინაციას, კოორდინირებას, კონტროლს, მარეგულირებელის მიერ გათვალისწინებას, ვთქვათ, იმათ გამონაწილებელი სისტემების ბიუჯეტში და ეს არის კომპლექსური საკითხი, რომ სისტემის საიმედოობა ამაღლდეს, გადაიარაღდეს გამონაწილებელი ქსელის კომპანიები შესაბამისი ისეთი მოწყობილობებით, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობას. იცით, რომ ორი კუთხით მიმდინარეობს მოკვლევა, ერთს იძიებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მეორე კუთხით სემეკი ტექნიკური, ასევე მიდის შიდა მოკვლევა, ეს არის კომპლექსური საკითხები, მალე არ სრულდება ესეთი ტიპის მოკვლევები, ეს საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. ამ ეტაპზე ეს არის სემეკის პოზიცია, ვერ ვიტყვი ამას, რომ სიცრუე, ეს არის ტენდენციურად წაყვანილი და მოდი დაველოდოთ ახლა არის ჩანაწერები, გაანალიზდეს ეს ჩანაწერები, ამას ხო სჭირდება გარკვეული დრო, ეს ერთ-ერთ დღეში არ დასრულდება. ცნობისათვის 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საათით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის ფაქტები დაფიქსირდა. აღნიშნულზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.